მეგობრებო, ეს ჯეთუნის ჯეთია. ეგეს ჯეთუნის ჯეთია. მაგრამ ძალიან დიდი სხვაობაა მეგობრებო ორივეს შორს. დღეს ყველა ცდილობს, რომ ჩვენი ბავშვებს ან თვითონაც კარგი ჯანსაღი პროდუქტი ვჭამოთ. მაგისთვის უფრო ძვირად იქდის კიდეც. მაგრამ არ იცი ბევრი ადამიანმა, ბევრმა უკვე იცის, რომ როგორი ჯობია, რატო უნდა იყიდო ის, არა სხვა. მაგრამ ჯეთუნის ჯეთი არის ბევრი გაუგებრობა, რომელი ჯეთი არის საჭმელის გაკეთებისთვის, რომელი ღრმას ეჭმისთვისა და რომელი უნდა ჭამო სალათაზე, ან პირდაპირ მე როგორც ვეუბნები, ერთი ჯეთუნის ჯეთი, კოზი, ერთი კოზი ყოველდღე უნდა დალიო ადამიანმა. დღის ვიდეო ბოლომდე უყურე მეგობრებო, თუ გაინტერესებს, რომელი ჯეთუნის ჯეთი რისთვის უნდა იყიდო. დავიწყოთ extra virgin რო წერია. რო ძვირი რო გირს, extra virgin. extra virgin ნიშნავს მეგობრებო, ეს არის პირველი ხარისხის ჯეთუნი რო არის, იმას რო წყლიტავენ. ცივად გამოხდილი რო ეძახიან, ცივად გამოხდილი არის extra virgin. აქ რჩება ჯეთუნის არომატი, ჯეთუნის სიმწარე, ცოტა სიმწარე, თავისი ნამდვილი არომატი დარჩება კარგი ცხიმი, უჯრედესი, პლუს ანტიოქსიდენტები. რისთვისაც ადამიანი იყენებ ჯეთუნის ჯეთი, აქ დარჩება ეს ყველაფერი. პლუს წესით მაქსიმუმ 2 დღეში უნდა გახდე ჯეთუნიდან ჯეთუნის ჯეთი. extra virgin იმას ქვია, რომ დაახლოებით მოიტანეთ, მინდორიდან მოვიდა და პირდაპირ უნდა გაკეთდე ჯეთი მაგისგან. extra virgin იმიტომ ქვია, მაგრამ ეს ღმერთმა იცის, როდის აკეთებენ, მაგრამ წესი ესეთია, რომ extra virgin ყველაზე საუკეთესო და მაგალი ხარისხის უნდა იყო, სადაც ეს ყველაფერი შიგნით რჩება. ყოველთვის უმი პირდაპირ ჭამა შეიძლება extra virgin olive oil-ის, extra virgin ჯეთუნის ჯეთის, პლუს სალათებზე ზევიდან რო ჭამ თქვენ პირდაპირ, ეს შეიძლება extra virgin ჯეთუნის ჯეთი. იმიტომ სიმზავიანობა, გემოთ იმზავე კი არა, თვითონ გარემო როგორი შექმნით, ძალიან დაბალია და მაგის უმი ჭამა შეიძლება. ამ ჯეთით კვერცხის ეწვა შეიძლება და მოშუშვა, ბოსტნეულის მოშუშვა შეიძლება. იმიტომ ეს უნდა გაკეთდე დაბალი გაზზე, ანუ დაბალი უნდა იყო, არ უნდა გაცხელდე, ძალიან არ უნდა გაცხელდე. ანუ თუ გაქვს დაფა ცხელი და კიდე ანთებული გაქვს და ჩათვალე რომ დაიწყოთ ბოლი მოსულა, იქ ჯეთუნის ჯეთი ტკვილად გიყიდია, მაშინ ეს დაიწვა და მაგისი წვა არ შეიძლება. არა მარტო მაგის წვა, სხვა ნებისმიერი ჯეთი, ერბო, კარახი, მაგის წვა არ შეიძლება. ერბოს წვა მაგალი ტემპერატურა, ჯეთუნი საშუალო წვაზე კეთდება ბოლი. იმ ბოლამდე არ უნდა წავიდე. ეხლა მეორე. კომპანიასთან პრეტენზია არ მაქვს, იმიტომ ზუსტად ამ კომპანიაზე იყიდება ის მეორე extra virgin-იც. ეს არის pomace. ნახე მეგობრებო, ესე თუ წერია pomace oil, olive pomace oil. ამას ნიშნავს, ჯეთუნით კი არის გაკეთებული, მაგრამ იცი როგორია? ყურყა რო დარჩება, კანი რო დარჩება. რას ხარახურა დარჩა ამ ჯეთის გაკეთების მერე კომპანიამ გამოიყენა, რატო უნდა გადააგდო. კიდე ამოვა რაღაცა იქიდან. პლუს სემიძკის ჯეთის რეფენერებული რო იყიდება, იმ პროცესით გაკეთებულია ესეც. ანუ რეფენერებული ჯეთის ეფექტია, ნახე როგორი წმენდა არის და ეს ჯეთი წმენდა არ არის, ნალექიანია. ნალექიანი. ეს არის წმენდა, ყველანაირი ქიმიური პროცესი მაგალი ტემპერატურაზე გაკეთებულია და თუ თქვენ კიდულობს პომეს, უნდა იცოდე კიდულობს დაბალი
ხარისხი. ამ ძეთში იგივე გემო არ იქნება. როგორც ექსტრა ვირჯინში. იგივე ანტიოქსიდენტი აქ არ შედის, იგივე კარგი ცხიმი აქ არ შედის, მაგრამ რადგან ეს კი არ არის, ეს არ უნდა ვიკიდოთ. თუ გრმა სეწვაში გინდა რამე, გრმა სეწვაში შეგიძლია გამოიყენო ოლივ პომეს ძეთი. რო არ გადაიხადო ძვირი ეს და მერე ქართოფილის სეწვაში გამოიყენო ეს. აზრი არ აქვს. ეხლა თქვენ მიხვდები, რომ რა საწმელი გაკეთებისთვის, ანუ უმიჭამა თუ გინდა სალათებში თუ გინდა, ბავშვებს გინდა რომ დაალევინო, როცა კუჭის შეკრულობაა, რომ პირდაპირ შეიძლება დაალევა, კანზე შეიძლება გამოყენება, თმაზე შეიძლება გამოყენება. მაშინ უნდა იყიდო ეს ძეთი, ანუ extra virgin company არ აქვს მნიშვნელობა. პლუს ეს ძეთი იაფია პომეს არის დაბალი ხარისხის იქნება, გამოყენებია შეიძლება სხვა ძეთის შერეულია, შეიძლება ის ქიმიური პროცესი ყველა ჩატარებულია, რომელიც ჩვეულებრივი თეთრი ძეთი, რომელიც 5-6 ვილ იგის, მაგაში რო შედის, ყველაფერი შედის აქაც. მაგრამ მაინც იმ კურკებით, კანით, აქ გაკეთებული ძეთის დარჩენილი, ჩარჩენილებით გაკეთებული პომეს ძეთია. არადროს არ მოიფიქრო მეგობრებო, ეს კომპანია დაანებე, ნებისმიერი კომპანიას, ამ კომპანიასაც იყიდება ექსტრა ვირჯინი, კომპანიამ არს ვეუბნები, რომელი არ იყიდე, რომელი იყიდე, თქვენ რომელიც გაწყობ, ეს იყიდე ფასის მიხედვით, მაგრამ როგორც ადრე გითხარი, გასინჯვით თქვენ უნდა გაიგო, ეს ძეთი, როცა შეჭამ, დალევს, არ იქნება მაგისი არომატი. პირდაპირ წავა როგორც სხვა ძეთი და ამ ძეთს თავისი ნალექი, თავისი არომატი, თავისი კელში ურტყავს სიმწარე ძეთუნის სუნი იქნება ექსტრა ვირჯინ ძეთში თუ არის ნამდვილი ძეთუნის ძეთი. იმედია მოგეწონება ინფორმაცია, სულ იქავით ჯანმრთელი და ბედნიერი და გამოიყენე სულ ეგეთი პროდუქტები, იმიტომ რას ჭამს ისე ხარ. კარგად და ჯანმრთელი.